პარასკევს საცობია კილომეტრებს ვსვდება. ავღანელი კაცები ტბაზე მოტოციკლებით, ოჯახები კი ავტოტრანსპორტით ჩამოდიან. ადგილობრივი მეწარმეები ამ დროს აქ ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. წარსულში საქმეც სუდად მიდიოდა, ახლა უკეთესობაა. ყოველ პარასკევს აქ ვმუშაობ, კვირის განმავლობაში ვსწავლობ. ქარღის ტბა ნებისმიერ კურორტს დაამშვენებდა, რომ არა ის ფაქტი, რომ ეს ადგილი ქაბულის გარეუბანშია. ახლოს იმ ქალაქთან, რომელიც მუდმივი ძალადობის ცენტრია. ქალაქი, სადაც ფორმიანი შეიარაღებული ადამიანები ჩვეულებრივი სანახაობაა. მიუხედავად ამისა, ავტოტრანსპორტის მოძრაობას ტბის ტერიტორიაზე არა ჯარისკაცი, არამედ პოლიციელი აწესრიგებს. სამინულოს ოჯახთან ერთად დასვენება ძალიან ახარებს. ავღანეთში ვერსად დაისვენებ, ვერსად შეხვდები ხალხს, იმიტომ რომ ქვეყანა ომშია. ავღანელმა ხალხმა ყველაფერი დაკარგა. ხანგრძლივმა ომმა და თალიბანის რეჟიმმა ავღანეთში ყველანაირი დასასვენებელი ობიექტი გაანადგურა. სწორედ ამიტომ ტბას მრავალი დამსვენებელი საფრთხეების მიუხედავად მუდმივად ეტანება. შუშის რესტორანზე 1 წლის წინ თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ახლა აქ მაინც ბევრი ხალხია. საფრთხეების გამო ადამიანები უარს არ ამბობენ დასვენებასა და გართობაზე. აქვე პოპულარულია ტბაზე ნავებით გასეირნება და ხშირად დამსვენებლებს იშვიათი სიურპრიზიც ახარებს, როცა ცნობილი ავღანელი კომედიანტი წარმოდგენას მართავს. ავღანეთის ერთადერთი გოლფის მოედანი ახლა დასარიელებულია, თუმცა ავღანელები აქ მაინც განუწყვეტლივ მოდიან და ომის საშინელებების დავიწყებას, ოჯახებთან ერთად დასვენებას და ცხოვრებისგან მცირეოდენი სიამოვნების მიღებას ცდილობენ.